მოგესალმები მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხინგავა, ვარსმენა დაქვეითებული. მინდა რომ მიგანიშნო უსმენის აპარატი მიკეთია. გრამატიკა ნენელა სწავლობ როგორც ყოველთვის. მოკლედ ახლა რაზე მინდა ვისაუბროთ. 28 თებერვალს 2025 წლის ზელენსკი და ტრამპის შეხვედრაზე ამ მომენტის ვიდეო მინდა რომ გავიხსენოთ და დააკვირდით რამხელა მნიშვნელობა აქვს სიტყვები, როდესაც ზელენსკი და ტრამპი საუბრობს. აი სანამ ზელენსკი ბოლოს შეეკითხა ტრამპი. ამ სიტყვის შინაარსით დააკვირდით რას ამბობს ზელენსკი რა უთხრა ტრამპს. Have to be thankful. You don't have the cards. You're buried there. Your people are dying. You're running low on soldiers. Listen, you're running low on soldiers. It would be a damn good thing. And then you tell us, I don't want a ceasefire. I don't want a ceasefire. I want to go and I want this. Look, if you could get a ceasefire right now, I tell you, you take it so the bullets stop flying and your men stop getting killed. Of course, we want to stop the war. But you're saying you don't want a ceasefire. But I said to you, I want a ceasefire. With guarantees. Because you'll get a ceasefire faster than an agreement. Ask our people about ceasefire, what they think. Let me tell you, you don't have... გკითხეთ ჩვენს ხალხს, რას ფიქრობენ ცეცხლის შეწყვეტაზე. რომელი ხალხზე ლაპარაკობთ, ზელენსკი? შენ თავზე გკითხე, ომის შეწყვეტა გინდათ. ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით, როცა შენ ამბობ, გინდა რომ შეწყვიტოთ ომი. მაგრამ ახლა შენ ხალხზე ლაპარაკობთ და ეკითხები ტრამპს. გკითხე ჩვენს ხალხს, რას ფიქრობენ ცეცხლის შეწყვეტაზე. აქ რაღაცა ხდება უკრაინა. თითქოს აი არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა. ბევრს რამეზე ვსმაგონებ, მაგრამ მოდი ამას შევადაროთ. თქვათ ზელენსკი ამბობს რომ სურს, ანუ ამას ზელენსკი სურს რომ ომი შეწყვიტოს, ხო? მაგრამ აქ მეორე ჩნდება მისი ნათქვამს. გკითხე ჩვენ ხალხს, რას ფიქრობენ ცეცხლის შეწყვეტაზე. ესე იგი, რა გამოდის ახლა ტრამპი უნდა ირბინოს უკრაინელი ხალხი, რას ფიქრობენ უკრაინელი ხალხი გინდა შეწყვეტოს ისა ცეცხლის სრულებიო თუ არა? რა საინტერესოა რა. ხალხს ნუ გაურბი ხა. ზელენსკი შენი ვალდებულება რა არიცი? შენ ხარ პრეზიდენტი ზელენსკი, პრეზიდენტი, პირდაპირ ხარ პრეზიდენტი. შენ საქმის ასრულებ, როდესაც ამბობ სიტყვა მე მინდა ისა რომ შეწყვიტოს სრულები, ხო, პირდაპირ მინიშნულებ და მაგრამ შენ ხალხზე რა გინდათ? ანუ ნახე რამხელა დიდი მნიშვნელობა სიტყვები ამბობს. შეხედე ახლა ზელენსკის რებს უთხრა ტრამპი. გკითხე ჩვენ ხალხს, რას ფიქრობენ ცეცხლის შეწყვეტაზე. რა გინდა მაგ ხალხი ზელენსკი? შენ თავზე რას ფიქრობ, შენს თავზე? თუ შეწყვეტა გინდა, მაშინ ეს დამთავრებული საქმეა. მაგრამ როგორ ჩანს, მაინც არ აკეთებს. ან რაღაც არაშია რა. მოდი რუსებზე შევაჩერო ეს თემაც და მოდი შენთან გადავიდე ზელენსკი, შენ თავზე რას ფიქრობ? და წარმოიდგინე როგორ გადაწყვეტილება იქნება ტრამპი როგორ იტყვის, მე მართლა მაინტერესე. რა საოცარი კითხვები დაუსწია ეხლა. ესე იგი ზელენსკი ისახის რომ მე მინდა სურს რომ შეწყვიტოს ცეცხლის სრულა, ხო? მაგრამ ტიპი იმენა ეკითხება ტრამპის. გკითხე ჩვენ ხალხი, რას ფიქრობენ ცეცხლის შეწყვეტაზე. რა ხალხს ეკითხები შენ დალოცვილო. ზელენსკი შეთავზე კითხე, შეგინდა შეწყვეტა. მაშინ დამთავრებულია, რომ ეს საქმე
დამთავრებული იყო ვიდრე ხალხზე, შენ ხალხს უკრაინაზე? ნუ გადამრევ ზელენსკი. ჩვეულებრივი შეშლილი ზელენსკია. მოდი რა ბოდიში, მაგრამ მართლა შეშლილია ზელენსკი, მეტი არაფერი მინდა. ეხლა მე მგონი საკმარისია ამის განმარტება და ეხლა კიდე რო გადავხედო რას აკეთებს ტრამპის ქმედებები და რაღაცა. ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი იქ არის სადაც ზელენსკი ნათქვამია, რომ ამბობს ეკითხება ტრამპს, კითხეთ ჩვენს ხალხს რას ფიქრობენ სისხლის შეწყვეტაზე. ტიპი ხალხზე ლაპარაკო. ხალხი კი შენ თავზე რას ფიქრობ ზელენსკი, მართლა მაინტერესებს რა. შენ თავზე უნდა კითხო და შენ თუ არ გინდა ის ომები და სროლები, მაშინ ეს არის პასუხის სტატუსია, როდესაც ტრამპის მოისმინა და ეს საქმის ყველა სამთავრობოზე რომ აი შეაჩერო. და რა საინტერესოა ყველაფერი უკუღმაზე გადატრიალდა. ეხლა პირდაპირ ეკაჩევება რუსეთის პრეზიდენტი. ისა რა ქვია პუტინს. არა და ეს ზელენსკი აი შეშლილია ზელენსკი პირდაპირ. აი ამას რო კითხულობ და ვუსმენ რა კითხვა დასვა ეს წარმოუდგენელია ჩემთვის. პროსტა რანაირი ზელენსკი პრეზიდენტია, რანაირი აზროვნები, რანაირი არ ვიცი რა დავა ჩვეულებრივი იდიოტია, მოჩან არა. სულ ეს არის მე მინდა რომ ვთქვა. პროსტა მინდა რომ გავამჟღავნე ეს რეალური სახეა, პროსტა როგორ რანაირი საქსიერი, რანაირი საუბრებია ზელენსკი, რანაირი გაცა. ესე იგი ზელენსკი სურს რომ სროლები შეწყვიტო და მე იმაზე ეკითხება, კითხე ჩვენს ხალხზე რას ფიქრობენ სისხლის შეწყვეტაზე და იმ ხალხზე რას ფიქრობენ, რას გაურბის იმ ხალხი, კაი რა, ნუ გადამრე შეც თავზე რას ფიქრობენ, თუ შეწყვეტა გინდა, მაშინ იწყება ყველაფერი განლაგება. როგორ დაასრულებს აი ყველა ვისაც ერთვება საქმეს მოგვარება. წარმოუდგენელია ეს ამას რო ვკითხულობ უსმენ და ამას არ დავივიწყებ რაღაცა. ეს არის აი ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყურადღების დაკვირვება, რას საუბრობენ, რა სიტყვებს ხმარობენ, რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. მოკლედ ზელენსკის არ ვიცი. ჩემი სტატუსია, რას თქვი, რას გავამჟღავნე, მიხედეთ თქვენ ზელენსკი რა. ზელენსკი არის შეშლილი იდიოტი. მართლა სხვანაირად ვერ გამოვხატა. იდიოტი შეშლილი ზელენსკი. ნახვამდი მადლობა. მართლა ეს ზელენსკი ვერ ისვენებს ვერაფერი. ჩვეულებრივი იდიოტი პრეზიდენტია. ეს არის კომედიურის მოყვარული და იუმორისტული და უნიჭო და რა ვიცი რა. ამათ დიდი უპირატესობა არ აქვს. ჩვეულებრივი აფერისტი ზელენსკი მოჩა და დამთავრდა რა. ვინ მიხედავს უკრაინელი? ეხლა უკრაინელი ერთადერთი უკრაინელი ჭკვიანი მეპატრონე უნდა იყოს ისე რომ მიხედოთ თავისი ქვეყანა და ზელენსკი რას მიხედავს უკრაინას? კაი რა ხალხო რას მიხედავს? უკრაინა დაცინება, განცანცარება, აფერისტობა, ტიტულელობა, თუ რავი რას გინდა? ეგ არის ვერაფერს ვერ უშველით თავისი ქვეყანას უკრაინა. და როგორ უნდა დაისვა? სიგიშეა. ზელენსკი შეშლილია. დამთავრდა ნახვამდის.